ზაფხულში ვიყავი თქვენ კონცერტზე ერთ-ერთ ბარში, ხო და რომ მღერის მუსიკოსი და თქვა ჩემთვის ვყვები რაღაცა აყოლაც მღლის. როგორ ახერხებთ ენერგიის შენარჩუნებას? იცით რა, რაც უფრო ინტენსიურად მღერი, ვატყობ რომ უფრო კარგ ფორმაში ვარ. ან როგორც სპორტსმენი რაც უფრო ხო, ანუ დიდი შესვენება თუ არის და მე ორი კონცერტი რომ მქონდეს, ხო, შეიძლება მეორე კონცერტის ბოლოს რაღაცა დაძაბულობა და დაგზნა. და მეორე რაც არის, ეს არის ესე იგი, როგორც მომღერლის, როგორ გითხრათ, ოსტატობა. ანუ სიმღერასაც უნდა ზუსტად ისეთივე ოსტატობა, ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც მართლა კარგი ხმა აქვთ და usmen და ნუ არ იცის რა კაცმა ეხა აი დაუმუშავებლად ჩვეულებრივ ეხა იმ სფეროში სადაც იმ სტილში რომელშიც მე მღერი ხო ნუ არიან ესეთები უამრავები რომლებიც არ გამოირჩევიან ვოკალური იმით მაგრამ მიუხედავად მაგისა, აი ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული ტექნიკის ფლობა და იმის უნარი, აი ხმა როგორ და რანაირად უნდა გამოუშვა რა და სპეციალური ვარჯიშებიც იქნება. ვარჯიშებიც არის და რა თქმა უნდა იცით როგორ არის ეს ხმის იოგები და თვითონ ეს სისტემა ისე არის მოწყობილი რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს ერთნაირად არ აქვს. არიან ისეთი ადამიანები რომ ვარჯიშის გარეშე შეიძლება აი ღამე გააღვიძო და უთხრა დოძიეზე და გიმღეროს ზუსტად. არის ადამიანები, რომლებიც უფრო შედარებით მიდრეკილები არიან დეტონაციის მიმართ, ანუ როდესაც აბსოლუტურად ზუსტად არ უშვებ ამ ხმას. ესეთი სხვათა შორის ძალიან ბევრი დიდი მომღერალი არის, რომელსაც კონცერტების დროს უამრავი დეტონაცია ეპარება. ხო და იმათ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვარჯიშები უფრო ინტენსიური არის სასურველი და ვიღაცას უფრო ადვილად. აი როგორც სპორტში ფეხბურთში, ხა ვიღაც ისეთი ტალანტია, რომ ის ანჩელოტი წერდა, რომ რონალდო პარასკევსო, რონალდინიო ბოდიში პარასკევსო თვრებოდაო კლუბებშიო და შაბათს გამოდიოდა და ყველა ჯობდა მოედაზონდა. რა უნდა მეთქვა, ხო? აი საქმეს გოლი გასატანი იყო, გაქონდა და რა გინდა რო თქვა.